კერძო იპოთეკარებისა და საბანკო სესხის დავალიანების მქონე პირთა მორიგი აქცია მთავრობის სახლთან. ისინი ხელისუფლებას კვლავ გამოსახლების პროცესის შეჩერებას და გრძელვადიან სესხებს თხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსთაველის ქუჩის გადაკეტვით და პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან. დაზარალებულები ირწმუნებიან, რომ გამოსახლება დრო გამოშვებით ეტაპობრივად მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მთავრობას პროცესის შესაჩერებლად ბერკეტი გააჩნია. ჩვენ ვითხოვთ გამოსახლების გაჩერებას. აუცილებლად უნდა გაჩერდეს გამოსახლება და გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხს. არჩევნების დროს უთხრა მთავრობამ გასაბრძანება, გასათხოვნა, რომ არჩევნების დროს უნდა გაჩერებული იყო გამოსახლება. ეხლა რატო არ შეუძლია? შეუძლია, ხო? ვარ 65 წლის ქალი. მაქვს გასახლება სახლიდან 30 წელიწადი ვცხოვრობ ჩემთანში. მე ჩემს ოჯახს არავის არ დავუბრუნებ. 12 სული ვცხოვრობ. 7 შვილი მყავს. მე პატარა ბავშვებს ვერ გამევყავ. მთელი ზაფხული ამათ ვყავს. კაპიკი ფული არ გახმარდება შემშერივა.